ვიცი, რამდენად მართალია მავანთა მტკიცება. ხარაგაული კაცობრიობის ჭიპიაო, მაგრამ საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრს წარმოადგენს უტყუარია. ხარაგაული სურამის ქედის დასავლეთით მდებარეობს. აღმოსავლეთიდან ხაშურის, ჩრდილოეთიდან საჩხერისა და ჭიათურის, დასავლეთიდან ზესტაფონის რაიონებს ესაზღვრება, სამხრეთით გაშლილია თრიალეთის ქედის ჩრდილო კალთებზე და ბორჯომის, ადიგენის და ბაღდადის რაიონებს ებიჯინება. საქართველოს სხვადასხვა კუთხესთან მეზობლობა მაქაურებს მათი ყველა კარგი თვისება შესძინა, რითაც ალბათ ნაწილობრივ დაუბრუნდათ ის ვალი მთელ საქართველოს ხარაგაულელებისა რომ მართებთ. კეთყვით რავალზეა ლაპარაკი. ხანდების კლდეში ორი საოცარი გამოქვაბულია. აქაურები დევის ხვრელს რომ ეძახიან. აქ ქვის ხანის ადამიანთა სადგომი ყოფილა. ესე იგი, პირველ ქართველებს სწორედ აქედან გამოუდევნიათ დევები, რომლებიც მდინარე ჩხერიმელას ნაპირზე გადაპარკებულან. ვიდრე ამ დევებს გაგაცნობდეთ, მოდით შეძლების დაგვარად გამოქვაბულში შევიხედოთ. ჩვენი საუკუნის 20-იან წლებში პროფესორ გიორგი ნიორაძის მიერ დევის ხვრელში არაერთი საინტერესო მასალა იქნა მოპოვებული. აქ აღმოჩენილი ქვაზე ნაკვეთი პირველ ყოფილი ადამიანის ყოფა ცხოვრების ამსახველი გამოსახულებები დღეს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. მეორე გამოქვაბული უფრო მომცროა. სწორედ აქედან იღებს სათავეს უგემრიელესი წყარო, რომლითაც მთელი სოფელი სარგებლობს. ესეც დაპირებული დევები, სიკეთისა და სიძლიერის სიმბოლოზე აღიქვამენ აქაურები. ხანდებში რომ დევებია, თავი თავზე მიუდვიათ. დააკვირდით, ხომ არ ჰგვანან ბრუსკიას და ზიგმუნდიას. ამ პატარა ლექსიდანაც ჩანს, რომ ხარაგაულელებს იუმორის გრძნობა არ ღალატობთ და ამით იმსუბუქებენ ყოველდღიურ გასაჭირს. სათუთად ინახავენ იმ ადამიანთა სახელებს, რომლებიც თავისებურ კოლორიტს უქმნიდნენ საყვარელ კუთხეს. ხარაგაული, ანუ ხარაგოული, ამ რაიონს ჯერ კიდევ რევოლუციამდე ერქვა. შემდეგ ბელაგორის სახელწოდებით შორაპნის მაზრაში შედიოდა. 1934 წლიდან ორჯონიკიძის სახელს ატარებდა. 10 წლის წინათ კი მან კვლავ დაიბრუნა ისტორიული სახელი. ჩვენი საუკუნის დასაწყისში ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარწყნალში მასწავლებლობდა გალაქტიონი. დიდმა პოეტმა აქაურის შთაბეჭდილება სულ ერთი ლექსი დაგვიტოვა. მახსოვს ხორაგაულის სევდიანი სადგური, მისი ყრუსამკაული, აცვივნული აგური, უშფოთველი ცხოვრება წყნარი, როგორც გუგულის, მესმის მოახლოებულ ორთქმავანის გუგული. აი, ასეთი იყო მაშინდელი ხარაგაული. ლეგენდის მიხედვით ხარაგაული ხორაგს, ესე იგი დახვეებულ სულსაც სამოვალეს ნიშნავს. სწორედ ამ ხორაგით დატვირთული ჯორაქლენები მოძრაობდნენ ჩხერიმელას ხეობაში, სადაც დიდი საქარავნო გზა გადიოდა. რკინიგზამ ძირფესვიანად შეცვალა აქაური კაცის ცხოვრება. შემოიტანა ცივილიზაცია, რასაც იმ შფოთვარე წლებში სამწუხაროდ რევოლუციური სულის შემოჰყვა. დიახ, გეოგრაფიულმა მდებარეობამ ამ რაიონს განუსაზღვრა თავისი როლი ქვეყნის ცხოვრებაში. ძველი საქარავნო გზა დღეს ევრაზიის დერეფნატიცა. რკინიგზა ისევ მიუყვება ჩხერიმელას ხეობას. გზატკეცილმა კი რიკოთის უღელტეხილზე გადაინაცვლა. იცვლებოდა დრო, იცვლებოდა გარემო. უცვლელი რჩებოდა აქაური კაცის კეთილშობილი ბუნება,
ხასიათი, იერსახე. უღარიბესი გლეხკაციც კი პეწიანად გამოიყურებოდა. აჩნდა და აჩნია აქაურ ნაკეთობებს, ამ კალათებს, გიდელებს, ხონჩებს, ხახალებს. დიდ გზასთან სიახლოვემ ძველი ხელობა შეუნარჩუნა მეთუნეებსაც. თუ ზესტაფონელები უფრო ჯამების, დოქებისა და კეცების კეთებით არიან განთქმულნი, ხარაგაულელებს ბადალი არ ჰყავთ თონეებისა და ჭურების დამზადებაში. ის მაგალითად მაგარი გავყრახო. ეს ყველაფერი გამოგურდა. ბევრისათვის ეს საქმიანობა შემოსავლის ერთადერთ წყაროდ ითვლება. ამიტომაც მარტო გზის იმედით ვერ იქნებიან. როცა ნაკეთობა დაუგროვდებათ, დატვირთავენ მამაპაპურ ურმევს და შორეული ხეობისაკენ გაუდგებიან მომქანცველ გზას. ხდიან ფულზე, ცვლიან სხვადასხვა პროდუქტზე, დღეს რომ ბარტერს ვეძახით. თაგორიანი რელიეფი ერთგვარად ზღუდავს ტექნიკის გამოყენებას. მისას ხშირად მამაპაპური წესით ამუშავებენ. ასე რომ ცხენი და ხარი კვლავაც დიდ პატივშია. გადი, ამეიყვანზე. ჭადი იმერეთში პურის მაგივრობას წევდა. ამიტომაც სიმინდის ყანას ყველგან ფესენ, სადაც მოუხერხდებათ. კამერა ფორუსი. ხარაგაულის რაიონში ვაზის მრავალი ჯიში ხარობს, თუმცა უფრო ხელსაყრელია შამპანურის ჯიშის ვაზისათვის. იყო დრო, როცა 7000 ტონაზე მეტ ყურძენს კრებდნენ და ამუშავებდნენ. ჭადი და ღვინო უკვე აქვს. ქართველი კაცი, რაც არ უნდა უჭირდეს სტუმრისათვის, სხვა რამესაც გააჩენს. ასე არის იმერეთშიც. მას ვაცალოთ მასპინძლებს და ისე დავათვალიეროთ, ოდა სახლები ხელი არ შეუშალოთ. იმერლები მშენებელი ხალხია. ხელიდან ყველაფერი გამოსდით. სამშენებლო ქვა ხომ მოიპოვებოდა და მოიპოვება კოზმანსა და ხანდებში. ასე რომ ხელს არაფერი უშლით. სახლის მშენებლობაში ოჯახს მთელი სოფელი გვერდში უდგას და გაჭირებას არ აგრძნობინებენ. თუ სახლი ორსართულიანია, პირველი სართული ქვითკირისაა, თუ არა და ქვის მშვენიერ ფეხებზე დგას. მეორე სართული უწინ ძირითადად ხისა იყო, რადგან ხე მშრალია და თბილი. თანაც აქაურ ტყეებში სამშენებლო მასალა მრავლად მოიპოვება. იმერეთში არ მოიძებნება მოსახლე, რომელსაც მოჩუქურთმებული თუ არა, უბრალო ხამი ბუხარი არ ჰქონდეს. ერთ მილზე ხშირად 2-3 ბუხარია მოწყობილი. პირველ სართულზე სამზადში დიდი პირღია ბუხარია.
დიასახლის საქმიანობა რომ გაუადვილდეს. მოდი ბიჭო, შინობას გოუმაშინო ყოფილიყოს. შინება თუ იქნება ყველაფერი გვექნება, ყველა ბედნიერად იქნება. ვის twistონებს? ვის ხელს გამაძეს? ცხოვრება არ გამიჯერება. მოდი შინობას გოუმაშინო ყოფილიყოს. ოჯახშიცა და შესაძლოა შინო ყოფილიყოს. თუ გამზადება და კარგად. უკვე ვთქვით, რომ რაიონის მთაგორიანი რელიეფი ზღუდავს მიწათმოქმედების ფართო განვითარებას, მაგრამ მეცხოველეობისათვის ზედგამოჭრილია. აქაური ბუნებრივი პირობები საუკეთესო აგრეთვე მეფუტკრეობის განვითარებისათვის. იყო დრო, როცა აქ მრეწველობა რამდენიმე დარგით იყო წარმოდგენილი. დღეს აქ ქვას აწარმოებენ. მუშაობს მარელისის გრეხილი ავეჯის კომბინატიც. მართალია წარმატება ძველებული აღარ არის, მაგრამ ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და პერსპექტივა კარგი. ხარაგაულის რაიონშია განთქმული სამკურნალო მინერალური წყლები, ზვარე და ნუნისი. პირველი შინაგანი, ხოლო მეორე გარეგანი ავადმყოფობის განკურნების უებარ საშუალებადაა აღიარებული. გადმოცემით ზვარეს სამკურნალოდ ჯერ კიდევ შორეულ წარსულში იყენებდნენ. დღეს მისი სამრეწველო ჩამოსხმა შეჩერებულია, თუმცა როგორც აქაურები გვაიმედებენ, ამ საქმეს მალე მოედინება თავი. რაც შეეხება ნუნისის წყალს, იგი როგორც საამო და მარგებელი ვახუშტი ბაგრატიონს აქვს მოხსენიებული. ერთი ლეგენდა კი დავით აღმაშენებელს უკავშირდება. ბრძოლიდან დაბრუნებულ მეფეს შესვენება ამ მიდამოებში უნებებია. დაჭრილი ცხენსახედრები ნუნისის წყალში ჩაწოლილან და დიდხანს ვეღარ გამოუყვანიათ. მათ ნაიარევ და დაწყულებულკან ზალზე მოხდენია წყალი. მეფეს მოსწონებია სოფელი და აქ სამლოცველოს აგება უბრძანებია. შესაძლოა სწორედ მის ნაფუძვარზე დგას ეს უზარმაზარი ეკლესია, რომელსაც მრავალგზის გადაკეთების კვალი ატყვია. ახლა კი მოდით ბერების კლდეს ვეწვიოთ. ნუნისიდან 3 კილომეტრში რომ მდებარეობს. მის ქვეშ ზოგიერთს ნოეს კიდობანი შეუგულებია, რის გამოც აქაურობას კაცობრიობის ჭიპად მიიჩნევს. ბერების ცხოვრებიდან დიდი ხნის შემდეგ აქ სწორედ იმ საზმომ დაიდობინა, ვინც იკვლევს და ამტკიცებს კლდის ქვეშ დიდი ქვაბულის არსებობას. ჩასასვლელი სწორედ აქედან უნდა იყოსო. ეს საქმე სპეციალისტებს მივანდოთ. ჩვენ კი გეტყვით, რომ ხარაგაულის რაიონი მატერიალური კულტურის ძეგლებით მეტად მდიდარია. სოფელ ლაშეში ღვთისმშობლის ეკლესიაა, რომელიც ხარაგაულელ აბაშიძეებს აუშენებიათ. მისი მოჩუქურთმებული კარი ამჟამად ქუთაისის ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაცული. არათუ მტერს სამოყროდ მოსულსაც გაუჭირდება ცადაზიდულ ჩხერის ციხეზე ასვლა.
იგი სამი მხრიდან მიუვალია. ქართლის მეფეს ვახტანგ მე-6-ს ამ ციხეში რამდენიმე დღე დაუყვია და დედოფალ რუსუდანზე ჯვრის დაწერაც აქუნებებია. ხარაგაულის რაიონის რამდენიმე ადგილი თამარ მეფესთანაცაა დაკავშირებული. მათგან ერთ-ერთია ვარძიის ეკლესია. ვახუშტი ბატონიშვილი ერთგან ასე მოიხსენიებს მას. მდინარე ბორიმელას ზემოთ მაღლობზე არის ეკლესია, კეთილშენი. ლეგენდა გვაუწყებს, რომ სახელი ვარძია ეკლესიასა და სოფელს თამარმა ვარძია ქალაქის საპატივცემულოდ დაანათლაო. აქაურ ძეგლთა შორის გამორჩეულია უბისის დიდებული ტაძარი. იგი მე-9 საუკუნეებში აგებული. ეკლესიის კედლის მხატვრობა ქართული ფრესკული ფერწერის უბრწყინვალეს ნიმუშადაა აღიარებული. იცვლებოდა დრო, იცვლებოდა გარემო. საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული რუსეთის იმპერიის სხვადასხვა დამსჯელი რაზმების მიერ არაერთ გზის გადაწვეს და გაანადგურეს ეს პატარა კუთხე. ხრეტდნენ და აციმბირებდნენ თავის მიწა-წყალზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანებს და მაინც, როგორც უკვე ვთქვით, ხარაგაულმა დღემდე შეინარჩუნა თავისი განუმეორებელი იერსახე. ეს იერსახე შთამომავლობას შემოუნახეს იმ ადამიანებმა, რომელთა სახელებს წმინდანები ვითინახავს დღევანდელი თაობა. ზაფხული არ გავა საკუთარ ეზოკარმი დამოსრომარ სტუმროს საქვეყნო ცნობილი მეცნიერი აკადემიკოსი ევგენი ხარაძე, რომელსაც აქაურები ყოველთვის დიდი სიხარულით ხვდებიან. მეტის, ხოდა კიდევ და ეს სახლიც მეტის არის. 150 თითქმის 200 წლის სახლი. კი, რა თქმა უნდა. მე მახსოვს, რომ მამაჩემს უცხოს ხოლმე ჩემთვის ვთქვათ 20-იან წლებში, ჩვენი საუკუნის 20-იან წლებში, რომ ეს სახლი 100 წლისაა უკვე. რას ამბობთ? დიახ. 20-იან წლებში ეს რას უთხრა? ეს კადრები 1997-შია გადაღებული. იმ წელს ბატონ ევგენის 90 წელი შეუსრულდა. ეს ნაჯა ხარაძის ოჯახია, აი ნაჯა ხარაძე. ეს დედამისი, ეს მისი გარდაცვლილი ძმა და ეს ფარცხალთან არის დაკავშირებული. მახსენდება კიდევ ის, რომ აი
ყავრით დახურულ სახლის სახურავზე ხშირად ვწოლილ ვარ თქულაღმა ჩემი უფროსი ძმა და მე და მოწმინდელ ცაზე ვარსკვლავებს ვათვალიერებდით და ჩემი ძმა მიამბობდა ზოგიერთ რამეებს საზოგადოდ ვარსკვლავებზე შეიძლება აი მაშინ მე ჩამომეყალიბდა ასე ვთქვათ განზრახვა და სურვილი მესწავლა ასტრონომია. ბევრმა ხარგაულელმა ვერ მიატოვა მშობლიური წყალჭალა და თავისი შემოქმედებით აქედან ემსახურება ქვეყანას. ეს ქალბატონი ჟუჟუნა კალანდაძეა. იგი მშვენიერი ნახატების ავტორია. გულღიად გვიმასპინძლა მხატვარმა ვანო შარიქაძემ. აქაური კაცი მოსავალს უნდა აბინაებს, ცოტახნით მუხლს შეასვენებს, ბუხარს მიეფიცხება და საკუთარი ოფლით მოპოვებულ ჭირნახულს მეგობრებთან, მეზობლებთან ერთად ჩვეული სილაღით, ასე რომ ვთქვათ, დაამღერებს. სიმღერა კი ისევე როგორც მთელ საქართველოში, აქაც კარგი იციან.